მოგვითხრობს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დავით თუშაბრამიშვილი. ჯურჯულის ხეობა თარუკლდე ანუ რაჭველების გამოქვაბული როგორც მას უწოდებენ. ჯურჯულის ხეობა ეს ყვირილის მარჯვენა შენაკადი არის, მდიდარი არის პირველყოფილი ადამიანის საცხოვრებელი ადგილები. ამ მღვიმეშიც არის, რა? ამ მღვიმეებშია და მის მიმდებარე სხვა მღვიმეებშია. აი ერთ-ერთი მათგანი ეს არის ყვირილას მარჯვენა შენაკადი წყალთელას ხეობა, საკაჟიას მღვიმე. აქაც პირველყოფილი ადამიანის ცხოვრება დადგენილი. პირველყოფილი ადამიანი ცხოვრობდა არა მარტო ბარში, არამედ მაღალმთიან ზონაშიაც ადიოდა ეპიზოდურად, სანადიროდ. აი ყვირილა სათავეებისაგან არის ასეთი მღვიმე, კერძოდ ბუბას კლდის, ანუ წონას მღვიმე, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზეა და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი არის მღვიმეთა შორის. აი ისტორიით ეს მღვიმე არის, სადაც დადგენილია უძველესი ადამიანის ნაშთები. ეხლა ჩვენ მარნეულის რაიონში ვართ, ხრამის დიდ გორაზე. ეხლა ჩვენ სახლში ვართ. ეხლა ვართ ჩვენ ერთ-ერთ საცხოვრებელ ნაგებობაში. ერთ-ერთ საცხოვრებელ ნაგებობაში, რომლის დიამეტრიც 3.5 მეტრია. ეს საკმაოდ დიდი ფართობია იმისათვის, რომ ერთ პატარა ოჯახს ეცხოვრა. ეს შენობა თავისთავად დაკავშირებულია ამ შენობასთან და ამ სამეურნეო სათავსოსთან რაღაც. ეხლა სამეზრემლია. გამორტალული კედლებით შეკრულია ერთიანი კომპლექსი, საცხოვრებელი კომპლექსი, თავისი ეზოთი, ორი საცხოვრებელი სახლით და ერთი სამეურნეო ნაგებობი. რამდენიმე სახით ხორბალია ნაპოვნი, ქერის აწვლებია ნაპოვნი, შვრიისა, თეფრისა და ასე შემდეგ. ასევე მოშინაურებული ჰყავდათ სუფეხა საქონელი, ესე იგი ძროხა, ხარი, სხვარი, თხა და ღორი. ბატონ თავი ჩვენ ახლა კვირის თავებს გვიჩვენებს. ესე იგი მათ ძაფი ქონიათ, ქსოვაცოდნიათ, კერვაცოდნიათ. აი ნემსებიც აქვთ. მართალია ეს ნემსები ძვლის არის, მაგრამ რამიშულობა ნემსი ხო ნემსია, დღესაც ნემსი ტიგერება ყველაფერი. იმ დროსთან შედარებით, რა დროში ცხოვრობდნენ საკმაოდ განვითარების მაღალ დონეზე. აქ დადასტურებულია უძველესი ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც აი ქანდაკებები, რომლებიც დაკავშირებულია იგივე სამიწათმოქმედო კულტთან, ნაყოფიერების, მფარველი ღვთაების ქანდაკება შეიძლება ესენი მივიჩნიოთ. ის აი ვინ ცხოვრობდა აქ, ესენი უკვე იყვნენ ქართველი ტომები თუ ჯერ არ შეიძლება ამის თქმა. ძნელი სარწმუნოა, იმიტომ რომ ეს პერიოდი ისეთია, რომ ადრეული პერიოდია, იმდენად ადრეული ხანაა, რომ დაბეჯითების აიმის თქმა ძნელია. ამის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს. მაგალითად, ზოგიერთ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეს არის საერთო ქართველური ერთობის მატარებელი ტომების მიერ შექმნილი კულტურა. სხვები ამას არიზიარებენ და თვლიან, რომ უფრო დიდი ერთობა შეიძლება ყოფილიყო საერთო კავკასიური ერთობის რაღაც გამოძახილი იყო. ეხლა კი დასავლეთ საქართველოში ვარ, სოფელ ქობულეთში. ეს ნასოფლარი, ოღონდ ხრამის დიდ გორაზე 2-3000 წლით უფრო ადრინდელი. აი ამ ბუდეში შენობის საყრდენი ბოძი იყო ჩადმული. ეს კი წყალსადენია. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი გოგიტიძე გვიამბობს, რომ ეს არხი საკმაოდ შორიდან იყო გამოყვანილი სოფელში. თანაც აქეთ-იქიდან ქვევით არის ამოშენებული და ზემოდანაც ქვევი ადრეს. როგორც ჩანს, სუფთა წყალი მაჩნაცვალებია. ცოტა პრიმიტიული წყალსადენია, მაგრამ მაინც წყალსადენია. ეხლა კი ისევ ხრამი დიდგორა დაუბრუნდით. აი შემდეგ ცხოვრების ეს ტრადიცია, შენების, მითების გრძელდება უკვე იმაში თუ არ კარგით. გრძელდება, რა თქმა უნდა, გრძელდება, მაგრამ არა უშუალოდ და არა დიდად. შენების ეს ტრადიცია მე-19 საუკუნემდე გრძელდება საქართველოში. ამაზე პატივცემული თამას კიურაძე კიდევ ვილაპარაკებს. მაგრამ თავარი მე მგონი აქ სწორედ ის არის, რომ ეს შენობებიც და ისინიც, რომლებიც ჩვენ ქობულეთის ნასოფლარზე ვნახეთ, ერთ-ერთი უძველესია, რომლებიც ოდესმე უშენებია ადამიანს კავკასიაში.
ტრადიცია გრძელდება. ჯერ ჩანს წრიული ფორმის შენობები, შემდეგ ეს წრიული ფორმა გადადის კუთხეებმომრგვალებულ ოთხკუთხედში და შემდეგ ვითარდება უკვე ოთხკუთხა შენობები პანური გადახურვით. ამის შემდეგ ახალი ეტაპი იწყება კავკასიაში. ტყვარარაქსის კულტურის ხანა. ალექსანდრე ჯავახიშვილი, აკადემიის წევრი კორესპონდენტი. ტყვარარაქსის კულტურა განვითარებული მეტალურგიის კულტურაც არის. ეს ის დრო არის, როდესაც ცნობილი არის უკვე სრული ციკლი მეტალურგიული. აქ არის ჩამოსხმაც, ცივი ჭედვაც, ხელი ჭედვაც, ჭედვითი შედუღება და თვით ისეთი რთული პროცესი, როგორიც არის ჩამოსხმა ცვილის ყალიბის მიხედვით. აი ეს ცვილის ყალიბის მიხედვით ჩამოსხმა საშუალებას იძლევა, რომ ლითონზე გაკეთდეს გრეხილური თოკისებური ორნამენტები, ძალიან დაწმინდებული, რაც მას უმაღლეს მწვერვალს წარმოადგენს აი სპილენძ-ჯაუს მეტალურგიაში. ყველაფერი რაც თქვენ ნახეთ, აქ არის ნაპოვნი ჩვენში. და დამზადებულია იმათ მიერ, ვინც მაშინ აქ ცხოვრობდა. ტყვარარაქსის კულტურა კი მათი კულტურაა. ეს კულტურა კი გავრცელებული იყო მთელს კავკასიაში ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეულში. მაშინ ეს არის დამჯდარი უკვე ძალიან მკვიდრად მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობს ეს სოფელი მკვიდრად მჯდარი მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს აი ამ სწორკუთხა შენობებში. ეს ცენტრალური კერა არის სარიტუალო და გარდა ამისა, როგორც ჩანს, მუდმივი ცეცხლის შესანახი. ტყვარარაქსის ნასოფლარებზე აღმოჩენილი არის უამრავი საკულტო დანიშნულების ნივთი. პირველ რიგში ეს არის კვლავ კერები, მაგრამ სხვა სახისა. ზოგიერთ მათგანს აქვს კერასთან მიმჯდარი, ფეხებ გაშლილი ადამიანის სახე, როგორც მაგალითად ამას. და ფიქრობენ, რომ ეს არის გამოხატულება ნაყოფიერების ღვთაებისა, რომელიც კერას ანაყოფიერებს. გარდა ამისა, უამრავი სხვადასხვა სახის სადგარი, კერის სადგარი. ზოგიერთ მათგანს ხარის თავის მოყვანილობა აქვს მიცემული, აქვს ორი რქა და შუაში ნახვეტი, რომელშიც იდგებოდა სიცოცხლის ხე. ასე ვარაუდობენ ყოველ შემთხვევაში, ეს დაახლოებით ის არის, რაც ჩვენში ცნობილი არის დღემდე ჩიჩილაკის სახით. მთელი ეს ატრიბუტები საბოლოო ჯამში გამოხატავს მამაკაცურ ნაყოფიერების ძალას. მასასადამე საკულტო წარმოდგენები ამ დროს მამაკაცთან არის დაკავშირებული, რაც პატრიარქალური წყობის სრული გამარჯვების მაჩვენებელი არის. ის პერიოდია, როდესაც მცირე აზიაში ქართულ ტომების გვერდზე მეზობლად რომელი ტომები ცხოვრობდნენ? გამიჭირდება მართალი კითხვა, ყველა ჩამოგიწევს. ქართული ტომები ცხოვრობდნენ კი ამ დროს, ან უკვე ცხოვრობდნენ, მაგრამ სად ცხოვრობდნენ, ეგ ჯერნელი სათქმელია. ქართველები ეს არის ის იმ ხალხის შთამომავლები, ვინც საერთოდ ოდესმე მოსახლეობდა დასავლეთ ამიერკავკასიის ტერიტორიაზე და დღემდე არსებობს. ესე იგი, ჩვენი უშუალო წინაპრებიც დასავლეთ ამიერკავკასიის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. ამის საფუძველს გვაძლევს თლიანად ის მასალა, რომელიც ჩვენ განკარგულებაში არის დღეს. პროფესორი მალხაზ აბდუშელიშვილი. დღევანდელი ანთროპოლოგი შეიძლება მასში შევცდე. შეიძლება მომავალმა ანთროპოლოგებმა აღმოაჩინონ საქართველოს ტერიტორიაზე რაღაც განსხვავებული ტიპები. შეიძლება. თეორიულად ეს გამორიცხული არ არის, პრაქტიკულად ჩემს აზრით ეს გამორიცხულია. მაგრამ დღესდღეობით ის მასალა, რომელიც ჩვენ განკარგულებაში არის, გვაძლევს სრულ უფლებას ვიმსჯელოთ იმის შესახებ, რომ ქართველების შთამომავლები არიან
საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე ოდესმე მოსახლე ადამიანებისა, რომ ისინი არც საიდან მოსულან და არც წასულან სადაგიერო. დღემდე არის. ძველი ზეთაღრიცხვის მესამე ათასწლეულის მეორე ნახევარში კავკასიაში და საქართველოში კერძოდ ძალიან დიდი ამბები ხდება. იცვლება მტკვარ-არაქსის კულტურა და მის ნაცვლად ვრცელდება სრულიად განსხვავებული ეგრეთ წოდებული მთრიალეთის კულტურა. სამწუხაროდ ჩვენ ვიცნობთ მხოლოდ და მხოლოდ ამ ახალ კულტურის მატარებელი ტომების სამარხებს, ეგრეთ წოდებულ ყორღანებს და სრულიად არ ვიცნობ მათ ნამოსახლარებს. ჩვენ სოფელ მარტყოფთან ვიმყოფებით. მოგვითხრობთ აკადემიის წევრ კორესპონდენტი ოთარ ჯაფარიძე. მე მაშინაც გითხრათ, რომ აი მესამე ათასწლეულის შუახანებისათვის ამის მესამე მეორე ნახევრის დასაწყისში დიდი ამბები ხდება. ესე იგი ეცემა ის მტკვარ-არაქსის კულტურა, მოდის ახალი ეგრეთ წოდებული ყორღანული კულტურა, რომელიც სრულიად განსხვავებულია აი ამ მტკვარ-არაქსისაგან, თუმცა რაღაცა შეხების წერტილები ჩანს. ყოველ შემთხვევაში აი ეს დაკრძალვის წესი ამ ყორღანებში, აი აქ რო ხვდებით დიახ, მტკვარ-არაქსში ჩვენ არ აქვს. და აი როდესაც ასე მკვეთრად იცვლება თუნდაც აი ეს დასაფლავების წესი, ჩვეულებრივ ფიქრობენ, რომ აქ რაღაცა ეთნიკურ შემადგენლობაშიაც რაღაცა გარკვეული ცვლილებები უნდა მომხდარიყო. გონინა ადრევა თვინდერეთ მრავალჟანგერი. შესაძლოა ეს ხალხი არც იყო ჩვენი წინაპარი. აი დიდი სიფრთხილით, მაგრამ მაინც ამას ამბობდა პატივცემული ოთარ ჯაფარიძე. მაგრამ გავიდა ხანი და იქვე ახლოს კიდევ ერთი სამარხი აღმოაჩინეს, რომელიც 500-600 წლით უფრო ადრე იყო აგებული, ესე იგი ყორღანული დამარხვის წესი ჯერ კიდევ მტკვარ-არაქსის კულტურის ხანაში ჩნდება. და თუ ეს საბოლოოდ დადგინდება, მაშინ შესაძლებელი გახდება იმის თქმაც, რომ თრიალეთის კულტურა ადგილობრივად ჩასახულა. ის არავის შემოუტანია კავკასიაში. აი აქ გახავთ ესე იგი აი ჭილოფის კვალია ქვედაფენის. შემდეგ ტყავია ეს ყავისფრად და მერე ზემოდან დაფენილი კიდე ჭილოფი, რომელიც ორ ჩონჩხს ფარავდა. საინტერესო ის გახლავთ, რომ შეწერული ჩონჩხები ადამიანის არის როგორც რომოში, ისე დასავლეთ ნაწილშიაც კამერის რამდენიმე ჩონჩხი. და ესეც კიდე ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ორი ადამიანი სოციალურად გაცილებით დაწინაურებული არიან. მათთან შედარებით. თვითონ წოლითაც ისე არიან და წოლითაც ეს ეთობა ძირითადია ესეთი ძალიან ისეთი დიდი აღნაგობის მაღალი კაცი იყო დაახლოებით 2 მეტრამდე სიმაღლისა და იქით აი მარცხენა გვერდზე მოხრილი კიდურებით რა დასმებული, როგორც ჩანს მეუღლეა. ეხლა ვიდრე დღევანდელი ქალი. არ წაღვება საიქების თავისნებით. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი კიაზო ფიცხელაური. დრომის კედელი, წინა კედელი, ესე იგი, კამერის კედელი ამოშენებულია და მერე არის შეწირული უკვე ყველა ჩონჩხი დაახლოებით 7-8 მიცვალებულისა. სხვა ჩვენს გაცილებით გვიან ხანაში ბერძენი აქილევსიც წირავდა. მაშინ ეს არ იფრებოდა თუმცა. ხოთ თავებია და კიდურების სულები. შუა ნაწილი ჩონჩხის ხერხემალი არ არის. ცნობილმა გერმანელმა ნატურალისტმა ფრიდრიხ ვაიერმა გასულ საუკუნის 70-იან წლებში შეისწავლა საქართველოს უძველესი საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი მოსახლეობა და ცნობილი რომელიც მან შეისწავლა არ გამოვიდნენ შემცველი ძოლოვანი ტვინისა. ამიტომ მან განაცხადა, რომ ქართველები კანიბალები ყოფილან გარსიამეები. ეს იგი ძალიან ადრეული პერიოდია, მე იმიტომაც თავი ასეთი კითხვა. რა თქმა უნდა, ეს პირველი შემთხვევა ამ დროს არ იგულისხმება სოციალური დიფერენციაცია და პირველი სამარხი გახავთ, რომელიც გვაძლევს ამის საშუალებას, რომ ვისაუბროთ უკვე იმ დონეზე ეთყობა არა ვართ ეგვიპტე და შუმერი რო იყო, მაგრამ საკმაოდ დაწინაურებული საზოგადოება ჩანს.
როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე გათხრილი თავისქალები დაათვალიერა გერმანელმა ანთროპოლოგმა რუდოლფ ვირხოვმა, მან თქვა, რომ ის თავისქალები, რომელიც აღმოჩენილია საქართველოს უძველეს დედაქალაქის მცხეთის ტერიტორიაზე, გრძელთავიანები, ანუ დოლიქოკრეფალები არიან, როგორც ანთროპოლოგები მას უწოდებენ, ხოლო თანამედროვე ქართველები ბრაქიკალები, კეფალები, ანუ მოკლე ფართოდ თავისქალების მქონეები არიან, ამიტომ მათ შორის არავითარი რათესაური კავშირი არ შეიძლება იყოს. მხოლოდ შემდეგ, დიდი ხნის შემდეგ გამოირკვა ეს ამბავი, რომ აი ესეთი ცვალებადობა, ასეთი შეცვლა ამ ტიპისა, ეს სულად კანონზომიერი მოვლენაა, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ ეს არ იცოდნენ და ამიტომ ქართველები საქართველოში მოსულ ხალხად მიიჩნიეს. ჯერხენათმეცნიერულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ ქართული ენების, ესე იგი ქართულის, მეგრულ-ჭანურის და სვანურის ერთიანი ფუძენა, საიდანაც ეს ენები შემდეგ წარმოიშვნენ, არსებობდა ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულში. ამავე დროს ბევრი რამ დადგინდა იმდროინდელი ფუძენის სტრუქტურიდან, ასევე ლექსიკიდან, რომელიც არსებობდა ჯერ კიდევ აი ამ საერთო ქართული ენების ფუძენის დონეზე, ესე იგი ამ 4000 წლის წინათ. ამ ლექსიკურ ფონდში განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს უძველესი მცენარეულის სახელები, ცხოველთა სახელები, აი ეს იმდროინდელი ასე აღდგენილი ფლორა და ფაუნა ძალიან კარგად ჩნდება კავკასიონის სამხრეთი კალთების არეალში, რაც აი ახს უჭერს იმ მტკიცებას, რომ ქართველი ტომები კავკასიის მიწა-წყალზე, დღევანდელი საქართველოს მიწა-წყალზე სახლობდნენ უკვე უძველესი დროიდან. ვესაუბრება აკადემიკოსი გიორგი მელიქიშვილი. კი, რა თქმა უნდა, ახლა შენ ვერ ვიტყვით, რომ თქვა ის ძალიანად აღიკვეთა აქედან მოსახლეობა და თქვა ახალი ტალღა მოვიდა. არა, რა თქმა უნდა, ძალიან ხშირად ისე ხდება, რომ ადგილობრივი მოსახლეობა რჩება, მოდის რაღაცა ეთნიკური ახალი რაღაცა ტალღა, რომელსაც თავისი რაღაცა მოაგდათ, რომელიც ძალიან ბევრს ადგილობრივს ითვისებს მე. ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია და ხშირად გვხდება ჩვენ აი ამ ყოველ შემთხვევაში აი ამ ადრეულ ხანაში. ასე ეს გამორიცხული არ არის თქვა ასეთი რომ აი ეს მოსახლეობა, მაგრამ რომ აი რაღაცა კვეთრი ცვლილება ხდება, ეს ფაქტია. მაგრამ რომ კავშირიც არის თქვა აი წინარე კულტურაზე გვიემთკვარარახსის, ესეც ფაქტია. არის ახლა პოპულარული აგრეთვე ეგრეთ წოდებული ნოსტრატული თეორია, რომელიც ვარაუდობს, რომ სულ ძალიან ძველ დროს 1000 წელთა მიღმა არსებობდა ენობრივი ერთობა, რომლის მემკვიდრეები არიან ერთი მხრივ ინდოევროპული ენები, მეორე მხრივ სემიტური ენები და მესამე მხრივ აი ქართული ენები. ბატონო ოთარ, ესე იგი მე მახსოვს ჩვენი საუბრისას თქვენ მაშინ ბრძანეთ, რომ ცნობილი იყო დაკრძალვის ადგილები, ყორღანები იმ პერიოდის მოსახლეობისა და არ იყო ცნობილი მათი ნამოსახლარები. ასეთი კულტურის ხალხს, ასეთი მშენებლობის სპეციალისტებს როგორც ჩანს, არ შეიძლება რომ თავისი საცხოვრებელი სახლები ამაზე ნაკლები ქონოდა, მაგრამ მაინც ვერ ვიპოვნეთ ეს ნამოსახლარები. როგორი იყო, რა იყო მაგათი საცხოვრებელი, ამაზე მარცილობა ძნელია. ყოველ შემთხვევაში თიხას და ქვას არ იყენებენ როგორც ჩანს. ქვას მაინც იატაკისთვის იყენებენ. ეს კი, მაგრამ აი რა ვიცი, მშენებლობაში იყენებენ თუ არა, აი ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მე არ შემხედრე და არ ვიცი რა რაც არ ვიცი, არ ვიცი. ამავე დროს კერამიკაა ბევრი, ესე იგი კერამიკის ის ყველაფერი მშვენივრად იცი. კი, თიხაც იცი, რა თქმა უნდა. აი ეს შენობა აი ამ თიხამ გადაარჩინა, იმიტომ რომ ის გული გაუკეთეს ესეთი დაახლოებით 40 მეტრის დიამეტრისა და 3 მეტრამდე სიმაღლისა და შემდეგ აი ისეთი დაახლოებით 6 მეტრია თუ შეიძლება მეტიც, აი ეს თიხის ესე ძვინი დაადრესა და ძალიან ეს არის და რა თქმა უნდა ახლა ეს არ არის რიგითი კაცის სამარხი არა, ეს გრანდიოზული შენობა, გრანდიოზული ნაგებობა ახლა თავისთავად ეს ყორღანი 100 მეტრზე მეტი დიამეტრი, 13 მეტრზე მეტი სიმაღლე, ესეთი რთული ის არის. რა თქმა უნდა, ამის აგებას დიდი კოლექტივი ჭიროდა, ახლა ისე ამას ვერ ააგებ, მე სულ ვფიქრობ, როგორ მე ვანგრე ვერ დავანგრე და ისე. როგორ ააშენეს იმ დროს, არ ვიცი მართლა გითხრათ. ეგრეთ წოდებული ბრტყელი ცული. ესეც ძალიან არქაული ფორმა გახლავთ. თქვენ საკუთრებაში აღმოჩნდა ესეთი მრგვალი ტიპი. ძალიან კარგად არის დამუშავებული. ყველაზე უფრო ადრეული ტიპია, ასე თქვათ, აი ამ ოქროს ნივთებისა ჩვენთან და რა ვიცი, მე მგონი ძალიან საინტერესოა. აი აქედან იწყება ის ძალიან მაღალი დონის მეტალურგია,
გახდა უბწყინვალესი ოქრომჭედლობა, რომელიც შექმნა თრიალეთის კულტურა. ეს უკვე ქართველია. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება ამ პერიოდში უკვე საკმაოდ მაღალ დონეზეა და შეიძლება ზოგი რამეში არც კი ჩამორჩებოდეს თქვა იმ წინააზიურ სამყაროს, მაინც მას საზოგადოება კლასობრივ საზოგადოებამდე ვერ ამაღლდა. რა იყო ამის მიზეზი, რამაც შეაჩერა ჩვენთან კლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბება დაახლოებით 1000 წლით, ჯერჯერობით ჩვენთვის გაურკვეველია. ყოველ შემთხვევაში უკვე მეორე 1000 წლეულის პირველი ნახევრის ბოლოსათვის თანდათანობით ეს ბრწყინვალე თრიალეთური კულტურა ეცემა და აი მის ნაცვლად უკვე მეორე 1000 წლეულის მეორე ნახევრის დასაწყისიდან ჩვენში დგება გვიან ბრინჯაოს ხანა. ვარაუდობენ, რომ დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 19 საუკუნიდან იწყება სვანურის ნელ-ნელა დაშორება ამ საერთო ქართველურიდან. ამის შემდეგ კიდევ რითი უნდა ყოფილიყო გამოწვეული ბატონო გიორგიესა? ეს რა თქმა უნდა იმ ისტორიული გარემოთი, ისტორიული პირობებით, რომელშიც ეს ტომები ცხოვრობდნენ, რაღაცა ისეთი ამბები მოხდა, რომელთაც გამოიწვიეს მისი ამ ერთიანი კოლექტივის ცალკეული ნაწილების იზოლაცია ერთმანეთისგან. მაგრამ არ უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენ ისე თითქოს აი ამ ისტორიის პროცესში მხოლოდ და მხოლოდ დიფერენციაციას ჰქონდა ადგილი. ამის პარალელურად მიმდინარეობდა ამ მონათესავე ტომების ფარგლებში აგრეთვე ინტეგრაციის, დაკავშირებისა და გაერთიანების პროცესი. კონსოლიდაციის პროცესი აუცილებლად შეიძლება დავინახოთ ეგრეთ წოდებული თრიალეთის კულტურის ფართოდ გავრცელების ფაქტში, როგორც უკანასკნელმა გათხრებმა გამოაკვლია, თრიალეთის გარდა, ესე იგი ამ ქართლის ტერიტორიის გარდა, მთელი კახეთი შედიოდა ამ კულტურის გავრცელების სფეროში. იგივე ითქმის კოლხურ კულტურაზეც, რომლის შესახებაც უკვე მოგახსენეთ, რომ ამ მთელ დასავლეთ საქართველოს და ნაწილობრივ აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილსაც მოიცავდა ეს კულტურა. ვანაგებით არიან კაცნი და ქალნი შვენიერნი, წერწედნი, იშვიც სქელნი, ხნენი მუშაკნი, ჭირთა მომთმენნი. ხიარულნი, ლაღნი, ამაღნი, სახელის მაძიებელნი. რამე თუ თვისთა სახელთათვის არ არიდებენ ქვეყანასა და მეფესათვისსა. სტუმართა და უცხოთ მოყვარულნი. უკვე თუ ორნი თუ სამნი არიან, არ შეეჭირვიან. ხიარულნი, ხიარულნი. ცხენსაზედა და სააშოთაში ნაახლოვანნი, კვირცხნი, მსრაფნი. სწავლის მოყვარულნი. ურთიერთგამგებნი,
უკმეხნი. დიდების მოყვარენი და მოთაკილენი. აი ასე აფასებს ვახუშტი ბაგრატიონი ქართველებს. მაგრამ ეს თვისებები ხო უცებ სწრაფად და თავისთავად არ ყალიბდება ხოლმე ხალხში. ეროვნული თვისებები. ეს არის ყოველთვის გრძელი პროცესის შედეგი. ურთიერთობისა მტერთან, მოყვარესთან, მეზობელთან. აი საინტერესოა ვინ იყვნენ მეზობლები, ის ხალხები, ვისთანაც მეზობლური ურთიერთობა ჰქონდათ ქართველებს. სხვა შორის ბევრი მათგანი უკვე დღეს ალბათ აღარც არსებობს ქვეყანაზე. აი მაგალითად სკვითები, კიმერიელები, შუმერლები. შუმერი. შუმერლები დამწერლობის შემქმნელებად ითვლებიან. ეს კი პირველი ლიტერატურული გმირია. გილგამეში. ბაბილონის მსოფლიო რუკა. ბაბილონისვე კარიბჭე, იშტარის კარიბჭე. ეს უკვე კლასობრივი საზოგადოებაა. იყენებენ მონის შრომას, აი კოლოსალური ქანდაკებები გადააქვთ. ცხენი გადატრიალება იყო სამხედრო საქმეში. მომთაბარებმა გათხრეს პირველად ცხენი და აი ეს სტელა ცხენს ეწოდება, თურმე ამ ადგილიდან 22 წრთაზე გადამხდარა, ესე იგი 11.5 მეტრზე. საბრძოლო ეტლები. საბრძოლო ეტლი და ზედ შეიარაღებული მეომარი ეს ციხესიმაგრე იყო, მოძრავი ციხესიმაგრე. ამავე ეტლები ტრიუმფალური დაბრუნება სამშობლოში. და მეჯლისი გამარჯვებასთან დაკავშირებით. ამ სტელას ასე ეძახიან: მეფე აშურბანიფალი პურობს ცოლთან ერთად. და ისე ომი. ეს შავი ობელისკია, ასე ეძახიან. და აი ამ წარწერაში პირველად არის ნახსენები ქართველი ტომები, რომლებსაც ებრძვიან ასურელები. ქართველები ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადარჩებოდნენ, რომ აი ამ დიდი კულტურისთვის და უზარმაზარი სამხედრო ძალისთვის, რომელიც ყოველი მხრიდან აწვევდა მათ და გუდავდა, რამე რო არ დაეპირისპირებიათ. აი რა იყო ის ზალა, რა იყო ის რაღაც, რაც ქართველებმა დაუპირისპირეს. ყველაზე ძვირფასი ეს პატარა ნატეხია. რკინა. და იმ დროს რკინას ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც დღეს მაგალითად ბირთვულ ენერგიას.
სამყაროებში ასახულია ეს და ითვლება რომ აი ქართულმა ერთ-ერთმა ქართულმა ტომმა აღმოაჩინა რკინა და რკინის სამშობლო არის აი ამ ტომის სამყოფელი. რომელ ტომს? ეს ხალიბებს თვლიან. და შესაბამისად ამის გამო მოხდა ის რომ აი ხალიბის სახელი დამკვიდრა ძვერბელზურში ფოლადის აღნიშნულ სიტყვად. როგორც ჩანს ეს განვითარებული მეტალურგიის ქვეყანა არის ამ დროს კოლხა და ამით აიხსნება რომ ერთ-ერთი მოხსენიება რკინისა სწორედ ურალტულ წყაროებში უკავშირდება სწორედ კოლხას და აი მასში მეფე სარდური მეორის უკვე სარდური მეორე ამ დროს მეფეს მის ლაშქრობას კოლხას წინააღმდეგ. უძველესი რკინის ნივთები, უბრალოდ ფოლადის ნივთები ადგილობრივი ბრინჯაოს ნივთების მიბაძვით არიან დამზადებული. აი, იქ ფარზე დავხედავთ ჩვენ რკინის მახვებსა, რომელსაც ბრინჯაოს ტარია და აი თავის ბრინჯაოს ტარის ფორმა ზუსტად იმეორებს ადგილობრივ ბრინჯაოს მახვილების ფორმას. ეს ერთ-ერთი დამამტკიცებელი საბუთი არის იმისა, რომ აი ადგილობრივად ხდებოდა ესე იგი ამ რკინის მეტალურგიის წინსვლა, ესე იგი აი აქ დაწინაურება. და აი ეს სათევარი არის უძველესი რკინის ნივთი, მასთან ნატროთოვი ფოლადის უძველესი რკინის ნივთი კავკასიაში და კავკასიაში კი არა მე მგონი ერთ-ერთი უძველესი. გვესაუბრებოდნენ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორები თეიმურაზ მიქელაძე და როსტომ აბრამიშვილი. ეხლა კი კოლხეთში ვიმყოფებით. ჭარნალის ხევში. მოგვითხრობს აკადემიის კორესპონდენტი დავით ხახუტაიშვილი. მოცემულ უბანზე ნედლეულად გამოყენებული არის მაგნეტიტი, რომელსაც ისინი ამზადებდნენ შავი ზღვის პლაჟებზე და გამოსადნობა გამოქონდათ იმ უბნებზე, სადაც ცეცხლგამძლე თიხების მარაგი ჰქონდათ. და ხერხდებოდა აი ასეთ დანადგარში 1500 გრადუსამდე ტემპერატურის მიღება. როგორც სპეციალურმა გამოკვლევებმა ცხადყო, ძველი კოლხეთი წარმოადგენდა იმ რეგიონს, საიდანაც რკინა ფოლადი გაქონდათ აღმოსავლეთ ამიერკავკასიის, ახლობელი აღმოსავლეთის და ეგეოსის სამყაროს ხელბის ქვეყნებში. ასეთი იყო ქართველი ტომების წვლილი რკინა ფოლადის მეტალურგიის განვითარების საქმეში. საგარეჯოს რაიონი, ნაომარი გორა. დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მეორე 1000 წლების შუა ხანია. საუკუნეში ჩვენ წელთაღრიცხვამდე ქართველი ტომები დასახლებულ მიწებს შემოუტიეს ურარტელებმა. მაგრამ დაპყრობა ჩვენი მიწებისა ვერ მოახერხეს. ქართველი ხალხი კარგად იყო შეიარაღებული მაშინ, რკინის იარაღით. ბრინჯაოს იარაღი ხმარებიდან გამოსული იყო უკვე და ღმერთებს შეწირეს ამით. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი იულონ გაგოშიძე. წააწყდნენ ადგილობრივი მოსახლეობისა და უფრო ჩრდილოეთით ვეღარ წამოვიდნენ. ხალხი რო ხედავს უსხაისა. რა თქმა უნდა. მაშინ უნდა რომ მართლა ვერ მოვიდოდნენ. ამას როგორ მოვიდოდნენ? ამას აღება უნდა და მე ეს პინცია ძალიან ძლიერი იყო ეს. ეკონომიურად ძლიერი იყო ეთყობა ეს მოსახლეობა. შეერაღებულიც იყვენ და ყოველმხრივ. იარაღითაც ეკონომიკაც უნდა და რა შესაძერისი. ისთვის თითქოს ყველაფერია რაც იმ პერიოდში. ყველაფერია. და ამაც შესაბამისი მეტალურგიაც ჰქონდათ ეთყობა შესაბამისი იარაღი რა თქმა უნდა და ისე ხვდებოდნენ რომ ისინი აქეთ ეთყობა მეორედ თუ ერთხელ მოვიდოდნენ მეორედ ეცდებოდნენ აღარ გამოჩენილიყო. ეს უქალაქური ტიპის დასახლება ამაში უკვე სრულობით აღარ გვეპარება, იმიტომ რომ გარდა
ციტადელის გამაგრებისა ამ დიდი ლოდებით და ნაგებობებით და კოშკებით ციტადელს კიდე 3 გალავანი ჰქონია. ცენტრალური ნაწილი აქ ჩვენ რატომღაც გონია, რომ უფრო ესეთ სამლოცველო უნდა იყოს რაღაც ზიგურათის ტიპის. სულიერ ბუნებრივია, რომ სწორედ მანდ იყოს სამლოცველო. იდეოლოგიური ცენტრი ესე იგი. ესე იგი, მართლა ეს ძალიან ძველი პერიოდია, დაახლოებით ეგ ის პერიოდია, როცა იგივე საბერძნეთში იქნებოდა ასეთი. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ქალაქის სახელმწიფო. რა თქმა უნდა. დაახლოებით ეს ის არის. უძველესი ხო, არქაული პერიოდია ეს, ეგ ჩვენი. ჩვენი არქაიკა ეს არის. ხო და ეს ამისი ესე პატარ-პატარა რაღაც ნაგლეჯ-ნაგზლეჯ თხრა და მცირე ფართოებით უბრალოდ არ შეიძლება დანაშაული. აი ტოტალური გათხები უნდა ჩატარდეს უბრალოდ აი ამ ძეგლს. და შესაძლოა ყველაფერს თავი გაანებო და ემართო ამ ძეგლზე იმუშაო. იმდენად მნიშვნელოვანია. შემდეგ ურარტულ ლუსმულ წარწერებში დაცულია მეტად საინტერესო ცნობები ისტორიული საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში არსებული დიდი გაერთიანებების შესახებ. ერთი ამათგანი არსებობდა ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე და აი სახელწოდებაც აქედან აქვს, იწოდება წყაროებში დიაოხის სახით. ეს ის რეგიონია, რომელიც ამ დროს უკვე უდავო არის, ეს მარტო ჩემი აზრი არ არის, ქართული ეთნიკური ელემენტით არის დასახლებული და აი ქართველი ტომების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაწინაურება, ალბათ დიდი აღმოჩენა არის ეს რკინის წარმოების, ესოდენ ადრეული პიონერები არიან ამ საქმის. მიჩნეულია ჩვენ სამეცნიერო ლიტერატურაში, რომ როგორც დიაოხი, ისე კოლხა უცილებლად წარმოადგენენ არა უბრალოდ ომთა კავშირებს, არამედ უკვე ადრეკლასობრივი სახელმწიფოები იყვნენ. დიაოხი იმდენად ძლიერი გაერთიანება იყო, რომ ხშირად სათავეში ედგა დიდ კოალიციებს. ჯერ ასურეთის, ხოლო შემდეგ ურარტუს ძლიერი სახელმწიფოს წინააღმდეგ. კოლხასთანაც ჰქონდა ბრძოლა დიაოხს. როგორც ჩანს, ძმათა სისხლისღვრა ეს მუდმივი ამბავია. ბოლოს და ბოლოს ისევ ურარტუ მოუღო ბოლო დიაოხს. და დიაოხი გაქრა. ხო, ბატონ გიორგი, თქვენ ნარკვევებში გიწერიათ, რომ ურარტუს მეფე სარდური, როდესაც ის შემოიჭრა კოლხეთში და ქალაქი ილდამუსა დაარბია, ამ მეფემ წაასხა კოლხეთიდან 17,000-ზე მეტი სული სულფეხა საქონელი. 31,000 სული სულფეხა საქონელი. საქონელთა რა მოსადანია, მაგრამ 8,000-ზე მეტი ღრმა და 9,000-ზე მეტი დედაკაცი. გამორეკება ასე უწერია მას. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ძალიან დასახლებული და დიდარი ქვეყანა იყო ალბათ, არა? თუ ესე გავითვალისწინებთ, რომ ძველი წელთაღრიცხვის მე-2000 წლებში ივარაუდება ჯერ კიდევ ქართველისა და მეგროჭანების გაუდიფერენცირებელი ერთობის არსებობა, ერთიანი ენობრივი კოლექტივის არსებობა, უნდა ვიფიქროთ, რომ აი კოლხური კულტურის მატარებელი, ესე იგი იმ კულტურისა, რომლითაც აი ადგილი ჰქონდა არგონავტების ცნობილ მოსვლას კოლხეთში და სხვადასხვა, აი ამ დროს ეს კულტურა უნდა იყოს აი სწორედ ამ ქართველისა და მეგროჭანების ერთობლივი კულტურა.
ეს დინარე ფაზისის შესართავია შავ ზღვასთან. ესე იგი რიონის შესართავი. აი, სადღაც აქ მოადგნენ არგონავტები ნაპირს. აქ ჩაუშვეს ღრუზა. 33 საუკუნე გავიდა მას შემდეგ. ეს უკვე დღევანდელი არგონავტები არიან. ქსენოფონტის ცნობით, ქართველი ტომები არა მარტო დღესასწაულებისას, ბრძოლის დროსაც კი ღეროდნენ და როკავდნენ. ესე იგი ცეკვავდნენ. ძნელია რამე შეედაო ქსენოფონტეს. როგორც მეცნიერები ფიქრობენ, არგონავტებს კოლხეთში აინტერესებდა ძირითადად ოქრო და მეტალურგიის ნაწილი. მაგრამ საქმე ისე წაუვიდათ, რომ ღრუზა, რომელიც მათ ფაზისის სანაპიროზე ჩაუშვეს, დღესაც აქ უნდა იყოს. ისე ჩქარობდნენ არგონავტები, რომ იმ ღრუზის ამოღებას ვერ მოახერხეს. უბრალოდ გადაჭრეს ხელი და გაიქცა. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ოთარ ლორთქიფანიძე. ბერძნებს ძალიან უყვარდათ ტრაბახი სხვათა შორის და ბერძნული მითები რომ აიღოთ, ყველა მოგვითხრობს ჩვენ ბერძენთა საარაკო საქმეებზე. იქ ისინი ამარცხებენ საზარელ ურჩხულებს, აშენებენ ქალაქებსა და ასე შემდეგ. და თუ კარგად ჩავუკვირდებით ჩვენ მით არგონავტების შესახებ და ვინახავთ რომ კოლხეთში ბერძნებს არაფერი საარაკო და სატრაბახო არ ჩაუდენიათ. ესე იგი, რომ არ ყოფილიყო მედეა, ისინი ვერ შეძლებდნენ აიეტის პირობის შესრულებას ვერ შეძლებდა იასოდნენ, ვერც გაექცევა. და კიდევ მეტი, ბერძნებმა ვერაგულად მოკლეს უფლისწული აფსირტე, არა? და მაინც მიუხედავად ამისა ძალიან პოპულარულია. ეს პოპულარულია არა მხოლოდ ეპოსში, არამედ ლიტერატურულ ნაწარმოებებში, დრამატურგიაში, სახვით ხელოვნებაში და აი, ბუნებრივია იკითხოს კაცმა, რომ რატომ არის ასე პოპულარული. იმიტომ მე ვფიქრობ, რომ ამას თვითონ კოლხეთის, თუ შეიძლება ასე ითქვას, კოლხეთის ფენომენი უწყობდა, საოცრ ფენომენი და აი არის დგება ყოველთვის ასეთი საკითხი, რამდენად რეალურია ის კოლხეთი, რომელსაც ბერძნები წარმოგვიდგენენ ჩვენ თავიანთ ნაწარმოებებში. თავისთავად, რომ აი სამიწათმოქმედო იერარქს ატანენ საფლავში, ეს იმას ნიშნავს, თანაც ასეთი ოდენობით. ერთი მხრივ თუ იმის მაჩვენებელია, რომ აი მეტალურგიის და ლითონწარმოების მაღალი დონისა და დიდი მასშტაბებისა. მეორე მხრივ მაჩვენებია თვითონ მას საქმიანობა კოლხეთის მოსახლეობის. ესე იგი, კოლხეთის ძირითადი მწარმოებელი მიწათმოქმედი იყო. თოხნითი მიწათმოქმედება კი არ იყო, არამედ უკვე იყო გუთანი, რომელსაც რკინის სახნისი ჰქონდა. ეს დიდებული ამბავია, ეს უკვე ეს არის გადატრიალება სოფლის მეურნეობაში. გუთანი რკინის სახნისი. აიეტმა გამოიწვია იაზონი პაეკრობაში იარაღით კი არა რა, შეეჯიბრა მიწის ხუნაში. და ის აღმოჩენები, რომელიც ახლა კოლხეთში ეს უამრავი სასოფლო-სამეურნეო იარაღები, ამის თვალსაჩინო მოწმობაა. კიდევ ერთი ასპექტი ჩანს ამაში, რომ აი მიწათმოქმედება და შრომა მიწაზე ატანილია კულტამდე. ეს არ იყო ის ქვეყანა, რომელიც იპყრობდა სხვას, როგორც ჩანს. და თავისთავად თუ მატერიალურ კულტურას გადავხედავთ ჩვენ კოლხეთისას, დავინახავთ, რომ ის მკვეთრად განსხვავდება დაუშვათ აღმოსავლეთ საქართველოს თანადროული მატერიალური კულტურისგან, სადაც უფრო მასდამე ხვდებით მას სამარხებში იარაღს, სამხედრო იარაღს. მაშინ როდესაც აქ წარმოების იარაღი ჭარბობს. არა, იცით როგორ არა, სუსტი როგორ შეიძლება ესეთი წარმოების ქვეყანა. ესე იგი, როგორ ჩანს, ეს მიუთითებს განვითარების დონეზე. იქ მასდამე იყო, თუ შეიძლება ითქვას ესეთ სამხედრო წყობილი, სამხედრო დემოკრატიის ხანა იდგა იქ, იმ ხანას, რასაც მასდამე ეგრეთ სამხედრო დემოკრატიას უწოდებს.
ხოლო აქ როგორც ჩანს ეს ამ დროისათვის ყოველ შემთხვევაში ეს განვითარების ეს ეტაპი კოლხეთს გავლილი ჰქონდა. რა ენაზე ლაპარაკობდა კოლხი? ჰოლანდიელმა მეცნიერმა გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო წიგნი, სადაც განხილული არის ბერძნულ ენაში, უძველეს ბერძნულში მთელი ფენა სიტყვებისა, რომელთაც ინდოევროპული ეტიმოლოგია არ დაეძებნებათ და რომელნიც მას ქართველური ენებიდან შესულად მიაჩნია. ქართველური ენებიდან შესულად მიაჩნია. ამის დამადასტურებელი შეიძლება იყოს კიდევ გარკვეული სიტყვები და კერძოდ აი არგონავტების მითში აი ამ ტექსტში ამითის დადასტურებული სიტყვა, რომელიც აღნიშნავს ოქროს საწმისს. აკადემიკოსი თამას გამყრელიძე. ეს ბერძნული სიტყვა საწმისის აღნიშნელი, ანუ ტყავის, ცხრის ტყავის აღნიშნელი არის კოვო ან კოვა, ძირი არის ახ კოვ, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია ქართველურ სიტყვად, რომელიც ტყავს აღნიშნავს და ქართული ტყავის ზუსტი დასავლურ ქართველური შესატყვისია. ქართული ტყავის, ტყავ სიტყვის დასავლურ ქართველური შესატყვისი იქნებოდა ტყოვ ან ტკოვ და ტკოვ სიტყვა, ტკოვ, აი ეს თავკიდურად ტკ კომპლექსი, სწორედ კს სახით გამარტივდებოდა ბერძნულში და ტკოვ ბერძნები მხოლოდ კოვ ფორმის სახით თუ ისესხებდნენ. როგორი იყო კოლხი? ეს დღევანდელი კოლხია. არც ეგვიპტე, არც შუმერი არავინ ყოფილა მუდამ ძლევამოსილი და არც ჩვენს წინაპრებს, კოლხებს ეწერათ ეს. ძველი წელთაღრიცხვის მერვე საუკუნის 30-იანი წლებიდან ჩრდილოეთიდან კოლხეთის გავლით მთელს წინა აზიას შემოესიენ კიმერიელთა მომთაბარე ტომები და სწორედ ამ შემოსევას უკავშირებენ მეცნიერები კოლხეთის სახელმწიფოს დროებით დაცემას. ცნობილი არქეოლოგი თხრიდა ყორღანს. დიდი ყორღანი იყო, უზარმაზარი, 100 მეტრიანი. როდესაც არქეოლოგები ძირითად კამერამდე ჩავიდნენ, იქ ყველაფერი გასუფთავებული დახვდათ. ვიღაცას ცეცხლი დაუნთია, დაუწვია ყველაფერი. ამოუწმენდია, ამოუგდია ტომის ბელადი და შიგ ჩაუმარხავს თავისი კიმერიელი.